ხმაური პანკისის ხეობაში მოსახლეობა ყატარის პრინცის მიერ გამოგზავნილი დახმარების პოლიტიკური ნიშნით დანაწილებაზე საუბრობს. დახმარებების გაცემის პროცესში ყატარის სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის შუამავალი წითელი ჯვარია, რომელმაც თავისუფლ დახმარებას სოფლის რწმუნებულებს თხოვა. ყატარის პრინცი პანკისის ხეობის ჩეჩენ ტოლვირებს და სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას პირველად ეხმარება. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. პანკისის ხეობის სოფლებში რწმუნებულების მხრიდან დახმარების გადანაწილებას ხმაური მოჰყვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყატარის პრინცის მიერ გამოგზავნილი პროდუქტი პოლიტიკური ნიშნით რიგდება და ის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებზე ნაწილდება. დედაჩემს არ ყავს არც ბიჭი, არც მეუღლე, მაგრამ არ მისცეს ის ყუთი. და როგორც დედაჩემს არ ისცეს, არ მისცეს ისე არ მისცეს სხვებსაც რა, ვინც ოპოზიციაში იყო და მით უმეტეს იმიტომ არ მისცეს დედაჩემსო, მე ვიყავი ოპოზიციაში. სოფელ დუიში სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა ხეედი ქუშანაშვილი იმასაც ამბობს, რომ სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა მერაბ ქავთარაშვილმა მოსახლეობაზე გასაცემი პროდუქტი თბილისში მაღაზიებში ჩააბარა. მერაბი იმის შუაშია, რომ მან თვითონ თავისივე იმების დახმარებით გაყიდა ეს პროდუქტი, ჩააბარა ვიღაც თბილისში ვიღაცასთან მაღაზიაში ჩამოიღეს 18,000 წამოიღესო იქიდან და დარჩენილი კიდე ამისთვის დატოვეს, რომ არჩევნების დროს დაერიგებინათ, რომ ვისაც მათთვის სხვას მისცემდნენ, რომ მიეცათ ეგ პროდუქტი. მოსახლეობის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს სოფელ დუისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. რაც წითელი ჯვარისაგან მივიღე ის ყველა ამანათი ხელმოწერით ყველაფრით არის ჩაბარებული გაცემული ღატაკი ოჯახებისათვის. ხეობის მაცხოვრებლების განცხადებებზე წითელი ჯვრის საზოგადოებამ დახმარებების შეჭერების თხოვნით სოფლის გამგეობებს უკვე მიმართა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პროდუქტის დარიგება მას შემდეგ განახლდება, რაც დახმარების მიმღებთა სიების შესწავლა დეტალურად მოხდება.